გავიმგზავროთ რომში, საიდანაც რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი და ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი მიზნით ვიყავი, ვინაიდან იტალიაში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოსთან დაარსდა თეატრალური დასი მარგალიტები და მათ პირველი საქველმოქმედო სპექტაკლი წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანია, რომ პირველი სპექტაკლი იყო საქველმოქმედო და ამ შემოსული თანხით ისინი დაეხმარნენ მოზარდებს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ვიდრე სიუჟეტს ნახავთ, უნდა ვთქვა, რომ მე არაერთხელ ყოფილ ვარ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში, სადაც დროებით ცხოვრობენ ქართველები და ძალიან რთულია მათი ყოფა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ მათი სურვილები, მათი პირადი სივრცე ფაქტობრივად დარღვეულია და ისინი არიან დღედაღამ შრომაში, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს საზრდო გამოუგზავნონ და ესეთი ადვილი არ არის, როგორც ჩვენ წარმოგიდგენია, რომ თითქოს ცხოვრობენ და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და ამის ფონზე, ამის პარალელურად რომ მათ შეძლონ, აი ქართული თეატრი დაარსონ, ესენი არიან ადამიანები მოყვარულები ძირითადად და კვირაში ერთი დღე დაუთმონ ამ საქმეს, რომ არ მოწყენ რაღაც საქართველოს, ეს არის ძალიან დაუდებელი შრომა და მე მადლობას ვუხდი მათ ულოცავ წარმატებულ პრემიერას, საოცარი ემოციები ჩაიარა და თანჩერი ვნახოთ სიუჟეტით, რომელიც მომზადდა და შევეცადე რომ მაქსიმალურად გადმომეცა თქვენთვის ძვირფასო ტელემაყურებლებო თუ რა ემოციები ახლდა პირველი ქართული თეატრალური დასის დაარსებას ემიგრაციაში, კერძოდ იტალიაში. ნახოთ სიუჟეტი. რომში, მარადიულ ქალაქში ქართველების განსაკუთრებული შეკრების ადგილი სწორედ აქ მდებარეობს, სადაც გათავსებულია ქართული სამრევლო, ქართული ტაძარი, მისამართზე Via della Madonna dei Monti 39. სწორედ ამ სამრევლოს წინამძღვრის არქიმანდრიტ იოანე ხელაიას დიდი მონდომებით არსებობს სამრევლოსთან არსებული ცეკვის და სიმღერის ანსამბლი და ახლა უკვე დაარსდა პირველად იტალიაში ქართული თეატრალური დასი მარგალიტები, რომლის საპრემიერო ჩვენებას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრება. უკვე წლებია, რაც იტალიაში, ქალაქ რომში არსებული ქართული სამრევლო, ქართველი ემიგრანტებისთვის უდიდეს სულიერ ნუგეშად იქცა. ყოველდღიური მძიმე, დატვირთული გრაფიკისა და სამუშაოს მიღმა, ქართველები აქ იკრიბებიან და ერთმანეთს გამოცდილებას, ტკივილსა და სიხარულს უზიარებენ. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით და ქართული სამრევლოს წინამძღვრის არქიმანდრიტ იოანე ხელაიას დიდი ძალის ხმევით წირვა ლოცვაზე დასწრებასთან ერთად სამრევლოში იმაზე ზრუნავენ, რომ ქართველებმა კულტურული საზრდო მიიღონ. ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში და რაც ყველაზე მთავარია, არ მოსწყდნენ ფესვებს. დღეს ქართულ სამრევლოში განსაკუთრებული დღეა. დაარსდა თეატრალური დასი მარგალიტები და პირველი საქველმოქმედო წარმოდგენაც მოეწყო. პრემიერას სამრევლოს წინამძღვარი მრევლთან ერთად ესწრებოდა. სპექტაკლის რეჟისორი და პროექტის ავტორი გახლავთ შესანიშნავი ხელოვანი რეჟისორი და მსახიობი ლალი ლადარია. რთული გზა გავიარეთ, იმიტომ რომ სამსახურებრივი გრაფიკი ისეთია, ყველას დრო ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ სამსახურსაც ავამთავრებდით 8 საათზე, ღამის 9 საათზე, 12-ზე, ვიკრიბებოდით პარკში, ვიკრიბებოდით სხვადასხვა ადგილას, სადაც შეგვეძლო და ესე ვქმნიდით, ასე ნაკუწ შეკრებილი მოვიტანეთ დღეს აქამდე. სამეგობრო წრეებში შეკრებებმა შემდეგ უფრო ჩამოყალიბებული სახე მიიღო და ასე დაიწყო მარგალიტების პირველი ნაბიჯები თეატრალურ სფეროში, რომელიც დღეს უკვე არაერთ მოყვარულ მსახიობს და ბევრ იდეას აერთიანებს. შემდეგ გამოჩნდა ერთ-ერთი იტალიელი, სადაც მუშაობდა ჩვენი ერთ-ერთი პერსონაჟი, დაგვითმო მთლიანად სახლი და მე უკვე ამოვისუნთქეთ ყოველი რეპეტიცია, სიხარულით იწყებოდა, სიხარული მთავრდებოდა და ყველაზე მეტად რა მიხარია. მე ის მიხარია, რომ ჩემ ქართველებს ვახარებ. მე ის მიხარია, რომ ისინი 1 საათით მაინც წყდებიან იმ სამსახურებს, რომლებიც თრგუნავენ, ნოსტალგიაში ამყოფებენ, სტრესში ამყოფებენ. და აი მე ის მიხარია, რომ ჩემს ქართველებს იმ 1 საათს ვჩუქნი ბედნიერს. მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემსთან, სადაც მე მუშაობდი და ვცხოვრობდი, მომეყვანა ადამიანები და მათი სურვილის აღთენაში დავხმარებოდი და ასე შეიქმნა ჩვენი თეატრი ბატონი ჯოვანი კაპუტის ოჯახის დახმარებით, მათ რომ არ მოეცათ ჩემთვის ეს საშუალება, არავითარ შემთხვევაში ეს არ გაიმართებოდა.
იმ ეტაპისთვის დღეს უკვე ყველგან შეუძლია გაშალოს ჩვენმა თეატრმა ფრთები და ის რეალოს სადაც გაუხარდებათ. სპექტაკლში ასევე სპეციალური მოწვევით მონაწილეობას ღებულობდნენ რომის ქართული სამრევლოს მგალობელთა გუნდის წევრები. ემოციები დატვირთული ვარ, მადლობა ლალის რომ მომიწვია ამ დღეს და აქ მომსწრე გავხდი ჩემი მეგობრის, ჩემი ლალი ლატარიას ამ დიდ წარმატებას და ულევ წარმატებებს უსურვებს სპექტაკლს. მე ვიცი რა ხდება კულისებს მიღმა, რა შრომა არის ჩადებული, თვითეულ მათგანს უსურვებ წარმატებას და წინსვლას. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ეს სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოპულარიზაცია აქ იტალიაში. ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემი ახალი ციგნი, ჩემი მესამე ციგნი იტალიურ ენაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა აქ იტალიაში, თითქმის არავინ საქართველოს შესახებ. ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი საქართველოს პოპულარიზაციისთვის აქ იტალიაში. მე მინდა გავაცნო იტალიელებს საქართველო და ქართული კულტურა. მე ვიცავლე საქართველოს ისტორია, ქართული ენა აქ იტალიაში, სახელმწიფოს უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. მე წავედი საქართველოში 15 ჯერ. 15 კი. და წავალ ერთხელ აუცილებლად მგონი მედი მაქვს სექტემბერში. ძალიან დიდ ემოციებში ვარ, აი უმაღლესი შესრულება იყო, ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, ნამდვილად არ ველოდი, წარმატებებს უსურვებ. ძალიან მომეწონა, ძალიან დიდ ემოციებში ვარ და უსურვებ ძალიან ბევრ წარმატებებს. მარგალიტების პირველი წარმატებული პრემიერის შემდეგ დასი ახალი რეპერტუარისთვის იწყებს მზადებას. და შემოქმედებითი პროცესი უფრო და უფრო საინტერესო ხდება და როგორც ამბობენ, მომავალში ბევრი საინტერესო სიახლე და სპექტაკლის განხორციელება იგეგმება.